ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით თბილისში, ოთარ ლორდ-კიფაინძის 30 ნომერში, სადაც ირაკლი მოგვეხმარება და დღეს კიდევ ერთხელ ვილაპარაკებთ კოლიმატორებზე. და მე სულ მეფიქრებოდა, საერთოდ რატომ გახდა კოლიმატორები საჭირო საზოგადოებაში. მოგესალმებით. მონადირის სახლიდან კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო თემას გვინდა ცოტა უფრო ჩაუღრმავდეთ, რაც შეეხება კოლიმატორს. წინა გადაცემაში მოკლედ გავიარეთ კოლიმატორის შესახებ. და სხვადასხვა ინტერესი დაიმსახურა ამ თემამ, რა, იყო სოციალურ ქსელებში მერე კიდევ რაღაცა მიწერ-მოწერები. გარკვეულ მაქსიმალურად შევეცადე, მაგრამ რაღაც დეტალური ინფორმაციები მომეწია. რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მაგასაც მოგახსენებთ და პირველი თემა ის არის, რომ საიდან დაიწყო კოლიმატორის ისტორია. ალბათ ყველაფერს თავის ისტორია აქვს ამ ცხოვრებაში. კოლიმატორი სად, როგორ, რომელ წელს შეიქმნა. პირველი 70-იან მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიყენებოდა კოლიმატორის სტილი, ესე ვთქვათ, მექანიზმი სამხედრო დანიშნულებაში გამოიყენებოდა ეს საარტილერიო დანაყოფებში და ავიაციაში გამოიყენებოდა. ისე როგორც მე ვაკვირდები, ყველაფერი რაც შემოვიდა, ასე ვთქვათ, სამოქალაქოში, ყველაფერი გამოვიდა სამხედროდან, ხო, როგორც წესი. და საჭიროება რაში იყო, ისე მაინტერესებს ერთი სული მაქვს, მაგამდე მივიდეთ რა. მივალთ მაგამდეც. მოკლედ გავვლი, პირველი მე ძალიან დამაინტერესა, როგორი უნდა ყოფილიყო პირველი მამა კოლიმატორების, ანუ ანდედა, რა ვიცი, საიდანაც წამოვიდა. საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებს მივაკვლიე. პირველი კოლიმატორი შეიქმნა დიდ ბრიტანეთში 70-იან წლებში, single point sites ეძახდნენ. დიდად წარმატებული არ იყო და მერე უკვე აგერ შვედურმა კომპანიამ, ყველასთვის ცნობილმა Aimpoint-მა, ეს Aimpoint-ს უკვე აღიარებენ როგორც კოლიმატორების მამას, ესე რომ ვთქვათ. 1975 წელს შექმნეს პირველი კოლიმატორი, წერტილოვანი კოლიმატორი Aimpoint Electronics. ეგ ის არის, წეგა რომ მაჩვენე რაღაცა მოგრძო ელემენტიაო? ხო. ტელეფონშიც მაქვს, მე გაგიზიარებთ Aimpoint Electronics. ეს პირველი, აბსოლუტურად პირველი კოლიმატორი გავდა ოპტიკურ სამიზნეს. საკმაოდ მძიმე იყო და მაქსიმალური მუშაობის საათი ქონდა, მალე ეჯდებოდა, რა თქმა უნდა, ალბათ რამოდენიმე ასეული საათი. თითქოს გონია, რომ რამოდენიმე ასეული საათი ბევრია, მაგრამ თანამედროვე კოლიმატორებს თუ გადავხედავთ, 30,000 საათიდან ზემოთ არის მართლა მუშაობის, ხო, რა თქმა უნდა, კარგი ელემენტზე. პირველად Aimpoint-ი შეიარაღებაში ისევე შვედურმა სამხედრო და საპოლიციო და სპეცდანაყოფებმა მიიღეს. შემოუერთდა ამას შტატები, დიდი ბრიტანეთი და ისრაელის სპეციალური დანაყოფები. მე გადავალთ კიდე იმ საკითხზე, ანუ კოლიმატორებს ორი ტიპი არსებობს, სხვადასხვა დანაყოფები იყენებენ სხვადასხვა ტიპის კოლიმატორებს რა. ეს იქნება ჰოლოგრაფიული თუ ჩვეულებრივი ხა რაც გვაქვს. მე მახსოვს რაღაცა ესეთი ხმებიც კი დადის საზოგადოებაში, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვალდებულებაში დევს, რომ პოლიციის დანაყოფებს პისტოლეტზე აუცილებლად უნდა კონდეთ ფანარი, აუცილებლად უნდა კონდეთ კოლიმატორი. რამდენად ნაღდად ეგრეა? აი, მაგ ინფორმაციას ვეძებდი სიმართლეობითად მალე, მაგრამ რაღაც კონკრეტულად რაღაც კანონმდებლობის დონეზე ვერ მივაკვლიე ვერსად. მაგრამ რა ინფორმაციებიც ვნახე, თითქმის აბსოლუტურად, საპოლიციო დანაყოფები იქნება ეს თუ სპეციალური სამსახურის დანაყოფები, კონკრეტული კოლიმატორებით, მით უმეტეს პისტოლეტებზე, ამ დაძალონების ამუნიციაში აბსოლუტურად ყველა კოლიმატორი დადის და
აქედან გამომდინარე უკვე თანამედროვე მოდიფიკაცია რაც წამოვიდა იარაღებს დაუშვით პისტოლეტების მხრივ, ხო? თითქმის ყველას უკვე მოსდევს სპეციალური კოლიმატორის დასაყენებელი MOS plate, ანუ რაზეც თავსახური ეხსნება ზემოთ, რაზეც კოლიმატორი უნდა დადგეს. ეხლა მე მინდოდა წამომეღო ჩემი იარაღი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხე რაც დეტალურად აუხსნით კონკრეტულ მოდელზე. ანუ ეგ იმიტომ ტარების უფლება არ აქვს. ტარების უფლება არ აქვს, მაგრამ გადაღებისთვისაც არ მოგცეს სამსახურების აგენტომ, რომ ვიზუალათაც მალე გვექნება მაღაზიაში პისტოლეტები და საკუთარ პისტოლეტებზე მე გავაკეთებთ მაგ ტესტებს. ეგ იქნება გადმოვალაგებთ და რა ვიცი დეტალურად აუხსნით ყველაფერს. კი ბატონო. ძალიან აქტუალურია, რა ვიცი, აი ძალიან ბევრ ქვეყანაში და ნუ პრინციპში რეალურად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება საკანონმდებლო დონეზე რამდენად რეალურად არსებობს ვალდებულება შავის, მაგრამ აბსოლუტურად თითქმის 99% გამოყენება აქვს. რატო? ნუ პირველი ის რომ ეხლა შეიძლება ერთ ჩანს გავაკეთებ ზოგი მაყურებელი იარაღის მოყვარული იქნება თუ ძალოვნები მიჩვეულები არიან მექანიკურ სამიზნეზე. ხო, როგორც ადამიანი მექანიკურ სამიზნეზე ეჩვევა თავიდან, ისევე ეჩვევა კოლიმატორზეც. მაგრამ საერთო ჯამში ობიექტურად რომ მიუდგეთ. სპორტული სროლებში იქნება ძალოვანი და საპოლიციო შენერთები გამოიყენებს აქტიურად ამ მოწყობილობებს, ნიშნავს იმას, რომ ეს არის სწრაფი დამიზნება, არეალის კარგად ხედვა და რა თქმა უნდა ეს იქნება უკვე განათების დონე, ხო ეს დღე, ნუ რიჟრაჟია, საღამო პერიოდია თუ რაღაცა, გაცილებით მარტივად ხდება მიზანში ამოღება კოლიმატორით ვიდრე მექანიკური სამიზნეზე. საინტერესო არის. ანუ ეს ლინზები ფაქტიურად იმდენად კარგი გამჭირვალობით არის, ხო? აღჭურვილი რომ რა თქმა უნდა, კარგი ხარისხია მაქვს საუბარი. ხო, თავისთავად, ეხლა ჩვენს მაღაზიაში სხვანაირი ხარისხიც მე ვერც წარმომიდგენია და კიდევ გამოდები უკეთესი არ დაილევა, მაგრამ რა თქმა უნდა. იმ ფასით კატეგორიაში, რომელშიც ეხლა ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, მეგობრებო, მერწმუნეთ, ძალიან კარგი, ლოიალური ფასები გვაქვს ხარისხთან მიმართებაში. ირაკლი, არ შემიძლია რო არ გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტორზე, რომ კოლიმატორები არის მრავალნაირი. ხო? ფასით, ზომით, წონით, რავი, 1000 რამით განსხვავდებიან, ხო? და რა ზრდის ზოგადად კოლიმატორში ფასს? ნუ რა თქმა უნდა, ბრენდი, ხარისხი. ანუ არის მომენტი, როდესაც სახელშიც ვიხდით ფულს, ხო? რა თქმა უნდა, სახელშიც ვიხდით ფულს. ნუ ეს კომერციული საიდუმლოება რეალურად არ არის, მაგრამ ნუ ბაზარზე მიღებულია, რომ სახელში მომხმარებელი 20-დან 30%-მდე ფასნამაც იხდის. ეს დაახლოებით ჩემი კვლევებიდან გამომდინარე. ბევრი ადამიანის კვლევებიდან გამომდინარე, მაგრამ ასეა უკვე. ფასნამატი არის, ნუ ბრენდი არის ფასნამატში როგორც მინიმუმ 20%. კოლიმატორებში შეგვიძლია გამოვყოთ ღია კოლიმატორი, მარტივად რო ვთქვათ, და დახურული კოლიმატორი. ღია კოლიმატორი, აი მაგალითად ეს მოდელიც ძალიან მომწონს, ეს არის წერტილოვანი კოლიმატორი, მოდის ესე ავიღოთ და ეს. ორივეს ფუნქცია ეხა ამ ეტაპზე ეს კონკრეტული მოდელიც წერტილოვანი კოლიმატორია, ესეც წერტილოვანი კოლიმატორია. ეს არის ღია კოლიმატორი, ეს არის დახურული კოლიმატორი. ნუ პრაქტიკიდან გამომდინარე, ვინც სარგებლობს კოლიმატორით, უმეტესობა მომხმარებლებისა, იარაღის მოყვარულების თუ მონადირებისა აღიარებენ, რომ ღია კოლიმატორით გაცილებით სწრაფად ხდება აღქმა ობიექტის. ნუ რაც შეეხება დახურულ კოლიმატორებს, ეხა ამ ბოლო პერიოდში გამოვიდა მსგავსი ტიპის კოლიმატორები უკვე დიდი ესე რომ ვთქვათ ფანჯრით, სხვა ვარიანტებში მაგალითად აი ძირითადი მოდელები უფრო ესეთი ტიპის იყო წერტილოვანი კოლიმატორები, რომელთა ზომებიც არის 22-25 მმ. ესეთი ტიპის კოლიმატორი, როგორც მავერიკის სერია, მსგავს ტიპის კოლიმატორები სხვა ბრენდებსაც აქვს. ზოგადად სტატისტიკით მივიხეთ იმისა, ბევრი აღნიშნავს, რომ ღიათი უფრო სწრაფად მუშაობს,
ვიდრე დახურულით. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206-09-48 და გამოიყენეთ პრომოკოდი. Happy Doggy. კვებე სიყვარულით. დახურულ კოლიმატორებსა და ანუ პრინციპი ესე რომ თქვა დანიშნულება ერთი და იგივეა ორივესთვის წერტილოვანი კოლიმატორი ესიც ეს არის რეფლექსორ კოლიმატორს ეძახიან დახურული და ღია. ღიაზე აღნიშნავენ რომ რა თქმა უნდა უფრო სწრაფად ხდება ობიექტის აღმოჩენა და უფრო სივრცეს მარტივად აღიქვავს გარე სივრცეს. მაგრამ მაშინ რატო შექმნეს საერთოდ დახურული? ხო, დახურულში ეს პრინციპში შედარებით უფრო დაცული არის, არნიშნავს იმას, რომ რთულ მეტრო პირობებში ის გაფუჭდება. დიახ. მაგრამ ეს იქნება მტვერი, იქნება ტყეში სანადირო თემა, იქნება სპორტული შეჯიბრი, იქნება თუ დანაშენი სხვა ნებისმიერი გამოყენებისთვის შესაძლებელია დაისვაროს, დასველდეს, მტვერი ჩაიყაროს, თუ საბრძოლო მოქმედებებშია იქ უკვე შეიძლება ფოთლები და ასე შემდეგ, რა ვიცი, დანარჩენი ნებისმიერ ყველაფერი. რაც ამას არ ახლავს დახურულს. ხო, რა თქმა უნდა, ხა ის აქ რა ვიცი, ორივე ლეგიტიმური არის ამის არსებობა, გეტყვი. არსებობს და მომხმარებელი ყავს, ანუ ყველაფერს თავის მომხმარებელი ყავს. ეხა იმას ანიშნავს, რომ ისო გაფუჭდება. უბრალოდ ეს უფრო მეტად დაცული არის. განსხვავება კიდე ის არის, რომ ღია კოლიმატორები შედარებით უფრო მსუბუქი არის. დიახ. ამ კუთხით ვიდრე დაუშვათ დახურული კოლიმატორები. ხა სიმსუბუქე ყველა ცდილობს რომ მაქსიმალურად ამსუბუქოს. მსგავსი მოწყობილობები რომ ჩვენი შაშხანა არ დაამძიმოს და დამღლელი არ იყოს მისი გამოყენების დროს, ხო? არის კიდე ჰოლოგრაფიული კოლიმატორები. ჩვენ გვაქვს აქ ეგეთი რამე? ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ, ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი EOTech-ი, მოხმარებელმა ძალიან კარგად იცის, რომელიც ძალიან აქტუალურად გამოიყენება სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეცებში. ეს კიდე უფრო შედარებით მძიმეა ჩვეულებრივ, ანუ ეს LED-ით გადაეცემა ლინზაზე, ხო? დიახ. ამას კონკრეტულად ლაზერი აქვს, ანუ ჰოლოგრაფიული გამოსახულება აქვს შიგნით. განსხვავება რა არის მაგალითად? ამასა და ამას შორის მე მესმის ახლა თემატურად განსხვავდებიან, მაგრამ რატომ დაჭირდათ ამდენი რაღაცეების მოგონება? ჰოლოგრაფიული გაცილებით სწრაფად ხდება დამიზნება, ძალიან მარტივად აღსაქმელია. ამას ხშირად აქვს ხოლმე მულტირეტიკალი, ესე რომ თქვათ, ანუ ცვლადი სამიზნე, ჰოლოგრაფა აქვს რა, ანუ წერტილი აქვს, წრე აქვს, ჯვარი აქვს და ასე შემდეგ. გაცილებით წმინდა არის, ვიდრე ამათ შემთხვევაში, რომელიც LED განათებით გადაეცემა დახრილ ლინზაზე და არ ეხლა მე თვალზე. გასაგები გახდა. პირდაპირ შიგნით აღარს როგორ რაღაც 3D ეფექტივით აქვს რა ზუსტად ეხლა შიგნით აქვს წარმომიდგენია ხო ან ჰოლოგრაფი უკვე ჩაშენებულია კონკრეტული ის რომელსაც ლაზერის ჩართვის დროს აღიქმება ეს ჰოლოგრაფა რა ანუ წერტილი აქვს წრე აქვს თუ ძალიან კარგი იქნებოდა ეკონომიკური მოდელი რო კონდეს და უშუალოდ და უკვე პრაქტიკულად ვენახა მაგრამ იმედია EOTech-ის მოდელებიც დაამშვენებს ჩვენ იმას რა ქვია დახს ну რა თქმა უნდა EOTech-ს თავისი მომხმარებელი ყავს და გარანტირებულად რა ვიცი აი უმაღლესი ხარისხის კოლიმატორები არის კონკრეტული ბრენდის ეს ჰოლოგრაფიული განსხვავება პრინციპში რა არის ხო მაგალითად ჩვეულებრივი კოლიმატორი რომელიც მუშაობს LED ლაზერივით აქ რა ტექნიკურად როგორ ქვია არ ვიცი მაგრამ გადადის შუქი მიეწოდება ლინზას და ლინზიდან მე უკვე ჩვენ მოგვეწოდება თვალზე ну რა თქმა უნდა გაცილებით დიდი ხანი მუშაობს დიახ ვიდრე ჰოლოგრაფიული ეს უფრო დიდ ენერგიას მოიხმარს ну ეხლა რა ვიცი ეს რამდენად შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს მაგრამ შედარებისთვის მარტო ეს არის თორე გასაგები არის სისწრაფისთვის და სწრაფი დამიზნებისთვის უფრო აღიქმება რომ ჰოლოგრაფიული უფრო მაღალი კლასია ვიდრე აი ჩვეულებრივი კოლიმატორები
შოროწობას არ ვაყენებ, ძალიან კარგი კოლიმატორებია ესენიც და მსგავსი კიდე ბრენდები. ერთი კითხვა მაქვს, აი ძალიან ისეთი შეიძლება ჩამჭრელი კითხვა იყოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აუცილებლად უნდა დავსვა რა. მომხმარებელი ზოგადად აღიქვავს ნებისმიერ მოწყობილობას რა პრინციპით რა. შემეძლია თუ არა A წერტილიდან B წერტილი დავაზიანო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს სამი მოწყობილობა შეგვიძლია. მაგის უზრუნველყოფას ახდენს, ხო ესე არის? მაშინ რაღაცა არის ამოდენა არჩევანი, ამოდენა ფასები და ვაფშე რა ხდება? ნუ ხოგეუნებთ რომ ანუ გემოვნების თემაა, მხოლოდ და მხოლოდ გემოვნების და პრაქტიკის თემაც არის, ანუ რა თქმა უნდა, ნუ ეს ბევრი ტესტების და კვლევების შედეგად ძალიან ბევრმა მიიღო შეიარაღება ეს EOTech-ის ჰოლოგრაფიული კოლიმატორი. ჰოლოგრაფიული, ხო? ხო, ყველა კოლიმატორს აქვს პარალაქსი. დიახ. ამობენ რომ EOTech-ის შემთხვევაში ან ჰოლოგრაფიულზე პარალაქსი საერთოდ არ აქვს, ანუ თავს დაუშვათ, გავწევ, გამოვწევ, აუწევ თვალს. დიახ. არ დამყვება ეს ჰოლოგრაფი, ანუ ის სამიზნე როგორ ასეთ როგორ აი ვიზუალურად რო თქვა კი, მე წარმოდგენა მაქვს ობიექტს რო უყურებ თითქოს გონია რომ ეს ჩვენი სამიზნე ზედ ობიექტს თავზე აზის რა დახატული აქვს თავზე ანუ ძალიან სწრაფი აღქმა ხდება ნუ სპეციების მიერ ეგ რო შედიხარ ნუ საერთოდ დასამიზნებლად საუკეთესო ვერსია ყოფილა ხო საუკეთესო ვერსია არის ეს მაგრამ არ ვამბობთ რომ ესენი არის ცუდი მე მესმის ხო რა თქმა უნდა მაგრამ მე მახსენდება ესეთი რაღაცა როცა ვიყურები ხოლმე კოლიმატორში ეხლა დიდად მე ამის მომხმარებელი არა ვარ სიმართლეს გეტყვით მაგრამ როგორც აღნიშნე მიჩვევა ყველაფერი მიჩვევა არის ხო შენ მექანიკურზე მიეჩვიე თავიდან და კი რომ მიჩვეულიყავი ამას ვეღარ გადააგდებდი დარწმუნებული ვარ ხო და იმას ვიძახი რომ აქ ხდება ზუსტად ის მომენტი რა ხო თავს რა მოძრაობ ესეც მოძრაობს რაღაცა დონეზე თუმცა ეს მოძრაობა არის მიზერული მოდი ვთქვა ხო მიზერულია როგორ არის იცით ანუ რაზეა საუბარი წერტილი რომელიც აღიქმება ჩვენი თვალის მიერ ხო უძრავად როცა არის დგას კოლიმატორი გარკვეულ მანძილზე როდესაც უმიზნებ და თავს ამოძრავებ ან თვალს გააყოლებ ნუ ძალიან კარგი ხარისხის კოლიმატორებში ნუ ამბობენ რომ პარალაქს ფრი ან ნოლია მაგრამ მაინც ოდნავ აქ აბსოლუტურად ყველას გამონდავთ მე რაც მინახია ოდნავ ყველას აქვს პარალაქსი თვალს ანუ თავს დაყვება ის წერტილი დიახ კონკრეტულ მოდელებს მაგალითად ეხა Vector Optics Frenzy-ს მაგალითად ამას უწერია რომ პარალაქს ფრი, ანუ აქ დავუშვათ 70 იარდზე. ანუ რას ნიშნავს ეს კონკრეტულად სხვადასხვა მოდელი, სადაც ვანულებთ რა, ესე რომ თქვათ. დიახ. იმ მანძილზე წერტილს როცა უყურებ, აი იმ კონკრეტულ მანძილზე ტარივით არის გაყინული. გასაგებია. ანუ თუ მაგალითად მე ხა დაუმიზნებ 3 მეტრში აი ამ კოლიმატორს, თავს ავამოძრავებ, ოდნავ შევატყობ რომ დამყვება წერტილი. ხო, აი მანდ უფრო კუთხეზე ზის, მაგრამ ოდნავ რო უყურებ თითქოს აი გადმოცდა კუთხეს, ხედავ? დიახ. აი ახლა გადაცდა იქით კუთხეს. კი ბატონო. ეს არის მიზერი რეალურად. ну ეს არ არის კოლიმატორები მეგობრებო ზუსტი სროლისთვის, ხო, გათვლილი ეს არის სწრაფი დამიზნებისთვის, მოკლე საშუალო მანძილებზე, ტაქტიკური არის და ამას დიდად ეს რო იყოს ხა უხარისხო კოლიმატორი, გაცილებით დიდი პარალაქსი იქნებოდა, აი მოძრავი იქნებოდა, აი კი, ხედავ ეხლა რაც ხდება მანდ და ეს ეხლა რო დაუმიზნო მე ამას უწერია 70 იარდი. დიახ. ხო, ну დაახლოებით რამდენი გამოდის? 70 იარდი რამდენი იქნება, ალბათ ჩვენ გულები გვეტყვია. დაახლოებით ხო, სადღაც. ხო, იქ უკვე საერთოდ კვტარივით იქნება. კონკრეტულად ამ მოწყობილობის ფასი ვიცით? მოწყობილობის ფასი ვიცით? და 830 არის. 830 ლარია, ანუ ეს კონკრეტული, ну, რა თქმა უნდა, ეს მოდელიც არის მოდელიც უპრობლემოდ შესაძლებელია. მაგრამ აი ძალიან საინტერესო რაღაცა არის რა. ლაპუა მაგნუმი იქნება თუ 12 კალიბრი და აყრევთავ. აი ამისი ფასი, მეგობრებო, გახლავთ 830, მით უმეტეს რომ პატარა არის უფრო ვიდრე ეს დიდია, მაგრამ რატომ ღაზრის უფრო ია. ეს ცოტა ფასდაკლებაში გოქე ხა? 654 ფასდაკლებაში იჩქარეთ ეს დიდხანს ესე არ გაგრძელდება ხალხო. საკმაოდ
ხო, კიდე რა თქმა უნდა, მინდოდა აღმენიშნა, რომ თანამედროვე კოლიმატორებში ძირითადად, კარგ ბრენდებზე მაქვს საუბარი, მოძრაობის სენსორზე აბსოლუტურად ყველა. აქვს დაძინების ფუნქცია მარტივად რო ვთქვათ. ყველა მოდელს სხვადასხვა შემთხვევაში გარკვეული დროის მერე თუ უძრავად არის ობიექტი, იძინებს თავისთვის. აჰა, გასაგებია. ელექტროენერგიის, შენახვის მიზნით, ხო ეს ახალი არა უკვე რამოდენიმე წელია საკმაოდ აქტუალურად გამოიყენება, კარგ ბრენდებში ხარ, მე არ ვიცახი. გასაგებია. ჩვენი ბრენდი იძინებს? ყველა იძინებს, დაგჭირდება გაიღვიძებს. ესე კარგი ყოფილა. ანუ მე ხა იარაღზე რაც მიყენია ეს მოდელი, ანუ ვექტორმა გარდა იმისა, რომ ესეთი მოდელი დაამუშავა, ესე რომ ვთქვათ, მოდიფიკაცია გაუკეთა ამას. ესეთი მსგავსი მოდელები აქვს კიდე და გააკეთა დახურული. საინტერესოა. ანუ დახურული გააკეთა. დიახ. აი, ამისგან გასხვებით ეს ხო ღია არის? ღია არის, კი. ეს დახურულია. ფორმით ტალახი წაუსვი თუ რა ვიცი რაც გინდა, ეს გადაუსვი, ხან რეალურად უპრობლემოდ შეგიძლია აღიქვა წერტილი ამას რო ჩართავ, ეს მიყენია იარაღზე და რა ვიცი, აი მაგარია. ობიექტ, აი ძალიან კარგად ვამუშავებ. პლუს ის რომ დავუშვათ ეხა ამ მოდელებს ვექტორს ყოველთვის მოყვება რა, ანუ შესაბამისი მოდელი ისეა გათვლილი, რომ მექანიკური სამიზნე არ დაგიფაროს ამას როცა აყენებ მოსზე, მოს პლეიტზე, პისტოლეტზე. აი აქ ჩაჭრილი აქვს, რომ მექანიკური სამიზნე არ დაფაროს. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. მე დარწმუნებული ვარ, ხა ჩვენი მაყურებელი გვიყურებს და უგროვდება რაღაცა კითხვები და ალბათ ერთ-ერთი იქნებოდა ის, რომ რა კატეგორიის ადამიანებში გამოიყენება ზოგადად ეს მოწყობილობები? კატეგორიებს რაც შეეხება, თავიდან თქვით, რომ ყველაფერი არის მიჩვეულაზე და აღქმა კონკრეტული მოწყობილობის კოლიმატორის, რა თქმა უნდა, უფრო ტაქტიკურია, ოპერატიულია და სწრაფია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული დანაყოფები, რომლებიც აი კოლიმატორების გარეშე საერთოდ არ მოქმედებენ. ეს არის ამერიკაში, ფედერალური სამსახური FBI. ანუ სპეცსამსახურებზე არის ლაპარაკი, ხო? SWAT-ი, საიდუმლო სერვისის სამსახური ესეთი არის. სასაზღვრო პატრული ეს ოფიციალური ინფორმაციები არსებობს, დიდ ბრიტანეთშიც SAS ესეთი სპეცდანიშნულების სამსახური, რომელსაც აბსოლუტურად კოლიმატორის გარეშე იარაღებზე, საერთოდ საუბარი ზედმეტია, დღესდღეობით ესეთი ინფორმაციები არსებობს. გერმანიაში GSG, საფრანგეთში GIGN, ეს არ ვიცი ეს კონკრეტული სპეცსამსახურები, რეიდი კიდე ფრანგული. ისრაელი უკვე თავისთავად ხარდია იმამი და IDF-ის სპეციალური დანაყოფი. მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, მეგობრებო, ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი ეს ნივთები საკმაოდ ისეთი ლოიალურ ფასებში გვაქვს და მინდა შეგახსენოთ ხალხო, რომ თუ მოხალთ და შეიძენთ ჩვენთან ამ მოწყობილობებს, მოგეხმარებით დაყენებაშიც, გასწორებაში, ასე ვთქვათ, განულებაში და ცივად გავასწორებთ, თარაზოში გავუსწორებთ. შაშხანაზე დავაყენებ. ეს უნდა ვთქვათ, რომ როგორც წესი და რიგია. დიახ. პროფესიონალურად. აქ თავარია მოხვიდეთ და შეიძინოთ და დანარჩენი მომსახურებაში შევა, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გეყოთ ნებისყოფა და ამ ვიდეოს თავიდან ბოლომდე უყურეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი თქვენთვის საინტერესო თემა არის და თუ რამე კითხვები გექნებათ ამასთან დაკავშირებით, ამ მოწყობილობებთან დაკავშირებით, მოგმართეთ, ირაკლი მოიცლის ამონარიდებს გააკეთებს და შემდეგ გადაცემაში პასუხებსაც შემოგთავაზებთ. კარგად იყავით. კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და შევეცდებით მაქსიმალურად საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდოთ.